მინდა გითხრათ მადლობა ყველას, მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებიც კრიტიკულად ხანდახან ნეგატიურადაც ხართ განწყობილი ამ მოვლენის მიმართ და კონკრეტულად ჩემი პიროვნების მიმართ. არა იმიტომ, რომ რაღაც ძალიან განსაკუთრებულად დიდ სულოვანი ვარ, არამედ იმიტომ, რომ მე თვითონ ვარ საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული და ვცდილობ, რომ ყველაფერი პოზიტიური მარცვალი ავიღო აქედან და იმის სასარგებლოდ მოვახდინო ტრანსფორმირება, რისთვისაც მოვედი დღეს აქ თქვენს განსჯაზე და რა ფასეულობის წარმოდგენა და ილუსტრირება დემონსტრირება მსურს მე თქვენს წინაშე. ასევე მინდა გითხრათ ერთი რამ, რომ რაგბის კავშირში 2004 წლიდან თუ კი მე გამგეობაში ვარ და გამგეობის თავმჯდომარე ვარ, ეს არ ნიშნავს, რომ ზოგადად რაგბში მოსული ვარ ამ პერიოდიდან, იმიტომ რომ ეს უფრო გაცილებით ადრე დაიწყო და უფრო მეც გეტყვით, რომ 98 წლიდან როგორც ვოლონტარი ნებაყოფლობითი არა მატერიალურად დაინტერესებული პირი ვეხმარებოდი და ყოველთვის გვერდში ვედექით მე ამ ჩვენს მეგობრებს, ამ ჩვენ იმ პერიოდისთვის ოჯახს სწორად ვიტყვი ამ სიტყვას და თუ რატო იმ პერიოდისთვის ამასაც ცოტა მოგვიანებით გეტყვით და ეს წესდება, რომელიც შემუშავებულია დღეს, ასევე შემუშავებული არის იმ ჯგუფის მონაწილეობით, ძირითადად იმ ჯგუფის მონაწილეობით და მათი მოსაზრებებით და იმ სწორი რეგულაციებით, რომლებიც ერთობლივად შევიმუშავეთ და რომელიც უბრალოდ ტექნიკურად დავხვეწე მე, ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში. გამგეობის თავმჯდომარის არ ვიცი რა დავუყო პოსტი, ესეც არ არის ადასღაურებით სამუშაო, მაგრამ კარგი პოსტი ვიხმაროთ, უკეთესი სიტყვა არ მაქვს. იმ პოსტზე ყოფნის დროს არ ყოფილა შემთხვევა და დამერწმუნება ყველა, რომ გადაწყვეტილება ან თავმჯდომარეს მიიღოს ერთპიროვნულად, იმიტომ რომ ჯერ ერთი მას იურიდულად ამის უფლება არ ჰქონდა და მეორეც ეს არც კოლეგიალური იქნებოდა. ყველა გადაწყვეტილება ხდებოდა იდეების შეჯერების, გარკვეული ფილტრში გატარების შემდგომ და მე გეტყვით არა ყალბი თავდაბლობით პირდაპირ ვიტყვი, რომ ერთადერთი ჩემი დამსახურება თუ რამეს ამ პერიოდში გამაჩნდა, გახლდათ მხოლოდ ის, რომ ამ იდეებს, ნააზრებს, რომელიც მოდიოდა დავასახელებ კიდევაც მე იმ ადამიანებს, ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ, იმ ჯგუფის მხრიდან, რომელმაც მე წარმადგინა, ძირითადად და არა მარტო იმ ჯგუფის პერიოდულად ეს იცვლებოდა, ამ იდეების მხოლოდ და მხოლოდ სახის მიმცემი, სტრუქტურაში ჩამომყალიბებელი და ასე ვთქვათ იურიდიული ენაზე გადმომტანი ვიყავი მე და არასოდეს არ ყოფილვარ ვინმეს ხელმძღვანელი და ვინმეს დიქტატორი. სწორედ აი ამ გავლენამ, ამ მოვლენებმა, ამ პერიოდმა, ამ ურთიერთობის ამ ფორმებმა მომიყვანა დღეს მე აქვს თქვენს სამსჯავროს. მოვედით, იმიტომ რომ და პერსონალურად მე მოვედი, იმიტომ რომ დღეს რაგბის განვითარება, საერთოდ რაგბი საქართველოში არის გზაჯვარედინზე. ეს არის აუცილებელი პროცესი. ამას მე არ პათოსით არ ვსაუბრობ და არ ვსაუბრობ რაიმე ნეგატივის მატარებელი დატვირთვა ამას არ აქვს. ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესი, მაშინ, როდესაც კლანური, ოჯახური ურთიერთობა ამოწურავს თავის თავს და ის უნდა გახდეს ფასეულობათა სისტემა საზოგადოებისთვის. 2015 წელს ჩვენ ვიცით, რომ დიდ წარმატებას მიაღწია ქართულმა სანაკრებო რაგბმა, საერთოდ საქართველოს რაგბმა და ჯერჯერობით აქამდე რაც ქონია შედეგები, საუკეთესო შედეგი აჩვენა და ყველაზე კარგი იყო ის, რომ შესრულდა ის დანაპირები, რომელიც გაჟღერებული იქნა 4 წლით ადრე ეროვნული ნაკრების მწვრთნელის და რაგბის ფედერაციის ხელმძღვანელის პირით, გია ნიჟარაძის პირით. საქართველოს ნაკრებმა მოიგო 2 თამაში და მოხვდა მსოფლიოს საუკეთესო 12 გუნდში, რაც ავტომატური გასვლის ავტომატურად მსოფლიო ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე თამაშის უფლებას გვაძლევს. ეს არის წარმატება, მაგრამ ამ წარმატებასთან ახლავს გარკვეული საფრთხეები. მე არ მინდა ეს ნეგატივში მიიღოთ ან ვინმეს კრიტიკაში, ეს არის ფაქტი, იმიტომ რომ რაგბი და კლიანად ჩემი განვითარების პროგრამა ჩვენი ასე ვიტყოდი კიდევ ორ ძირითად მიმართულებად მინდა დავუყო, აი აქედან იყოს ეს აქტი. ტექსტობრივად ეს მერე ჩამოიშლება, მაგრამ ერთ-ერთი საფრთხე, რაზეც მინდა ვისაუბრო, არის ის, რომ შეიძლება მარტოოდენ წარმატების ფონზე რაგბი აღქმული იქნას როგორც მხოლოდ წარმატების სიმბოლო, რაც ჩემი აზრით მთლად სწორი არ იქნება. სპორტი და პროფესიული სპორტი წარმატების გარეშე შეუძლებელია განვიხილოთ, მაგრამ ეს ეხება რაგბის როგორც პროფესიული სპორტის ერთ მიმართულებას.
მაგრამ რაგბი როგორც სოციალური ურთიერთობათა სისტემა ოდნავ განსხვავდება ამ მაქსიმალისტური მიზნებისგან, ის გაცილებით ხმა დაშიფრულ და მარადიულ ფასეულობებზე არის დაყრდნობილი. მე მინდა გითხრათ ხედვა, რომელიც დიდი ხანია სხვადასხვა სლოგანის სახით, უბრალოდ სხვადასხვა სივრცეში სლოგანის სახით გაჟღერებული არის და ყველგან ჩვენ გვესმის, რომ რაგბი ჩვენი თამაშია. რას ნიშნავს რაგბი ჩვენი თამაში? ერთი მხრივ შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ქართველები მაგრები ვართ და ვიგებთ რაგბში, რაც ასე არ არის, იმიტომ რომ ჩვენ წინ სულ მცირე დაახლოებით 13-14 ნაკრები არის მსოფლიოში, რომელსაც მოუგებთ ოდესღაც ალბათ, მაგრამ დღეს ვერ ვიგებთ რა, რას ნიშნავს ესე იგი მარტო ჩვენი თამაშია? მეორეს მხრივ ნიშნავს სწორედ იმას, რისთვისაც კიდევ მეორე რისთვისაც გსურს, რომ გაგრძელდეს რაგბის კავშირის მუშაობა იმ მიმართულებით, რომ სწორედ რომ ეს გახდეს ქართული კულტურის ფასეულობის განუყოფელი ნაწილი. ეს ლოზუნგი, ეს ხედვა ეხება თანაბრად ყველა სუბიექტს, რაგბის მონაწილეს. მე ამ ტერმინს ხალხს უსვამ, იმიტომ რომ საკამათო ტერმინია ერთი მხრივ, მაგრამ შინაარსობრივად უკეთესი ვერ მოვიფიქრე, თუმცა თქვენი მეშვეობით შეიძლება ტერმინები დავხვეწოთ მომავალშიც. ყველა სუბიექტი ვინ არის? მოთამაშე მოედანზე, მწვრთნელი, დამხმარე ტექნიკური სამედიცინო პერსონალი, ფუნქციონერი, კავშირის თანამშრომლები, მსაჯი და ყველაზე მთავარი, გულშემატკივარი. რაგბი ოჯახის ფარგლებიდან გამოვიდა და ის გახდა ჩვენი ყველასი, მათ შორის გულშემატკივრებისაც, რომელთაც სიტყვა ეთქმით, რომლებსაც მონაწილეობაც უნდა მიიღონ შემდგომში, ოღონდ თავის ადგილზე, რა თქმა უნდა, ამ ჩვენი სოციალური ურთიერთობების გაღრმავებაში და მარადიულ ფასეულობათა რანგში გადაყვანაში. მისია ჩვენი მისიაა ფართოდ დავნერგოთ ქართულ საზოგადოებაში რაგბი და სარაგბო ღირებულებები, შეგვიძლიათ შესაბამისი სოციალური ურთიერთობების სისტემა და რაგბი გახდეს ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი, ქვეყნის ერთ-ერთი მახასიათებელი. ერთი წამით გავჩერდები აქ და პატარა მაგალითს ვიტყვი. მე ამის ტექსტობრივად მთლიანად საკითხავს არ ვაპირებ. დიდ დროს დაგვეითხოვს და ამიტომ. მაგრამ მე სტრატეგიულ მიზნებს გავწერთ და მინდა ერთი მაგალითი გითხრათ. ძალიან ნათლად დავინახე ინგლისში ყოფნის დროს, მსოფლიო ჩემპიონატზე, თუ რას ნიშნავს ის, რისი ცნობიერად გადმოტანა მინდოდა, სახელის დარქმევა და ასე ვთქვათ, რაღაც უფრო მყარად აღხმა და რასაც ვერ ვახერხებდი, აი მარილი აკლდა თითქოს ამ ჩემ ქვეცნობიერ აზროვნებას. ინგლისის ნაკრები ვერ გავიდა ქვეჯგუფიდან, მაგრამ მერწმუნეთ რა, რაგბი ინგლისელების თამაშიც არის. იმიტომ კი არა, რომ ნაკრები ვერ გავიდა და დავიღუპეთ ინგლისელებს ამას არასოდეს არ ვიტყვის, რომ აბა ცუდად არის ჩვენი საქმე. არამედ იმიტომ, რომ გარდა ნაკრებისა, რომელიც კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა და გაგრძელდება კიდევაც ეს ასეც უნდა იყოს, არსებობს სოციალური ურთიერთობები, რომელიც რაგბიდან გამომდინარეობს და რისთვისაც ის ხალხი ცხოვრობს, არსებობს და რისთვისაც უყვართ ერთმანეთს და რისთვისაც თავიანთ ფუნქციას ხედავენ ამ სოციალურ ურთიერთობებში ყველაზე მთავარი რაც არის. გამომდინარე აქედან მე მიმაჩნია, რომ არის ძალიან დიდი რესურსი, დიდი მზაობა იმისა, გულშემატკივრების მხრიდან შეხვედრილი ვარ იქაც და თბილისშიც მათ, რომ სწორედ ასე ფიქრობს ეს ხალხის და ჩვენ უფლება არ აქვს, რომ გადავწყვიტოთ რიგი საკითხებისა რაგბში მათი მონაწილეობის გარეშე. სტრატეგიული მიზნები. რა უნდა განხორციელდეს იმ შემთხვევაში თუ კი არჩეული ვიქნები, უпростоრად რა უნდა განხორციელდეს ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ თუ კი არჩეული ვიქნები რაგბის კავშირის პრეზიდენტად, რაზე ვიღებ პასუხისმგებლობას თქვენ წინაშე. პირველი რაგბის როგორც ფასეულობათა სისტემის გაცნობიერება, დამკვიდრება და განვითარება. პირველ რიგში ეს ეხება ვიღაცისთვის შეიძლება ეს იყოს აბსტრაქტული ცნება, რომ აი რა ფასეულობებზე არის საუბარი, რითი იჭმევა, შემახებინეთ ხელი, მომაკიდინეთ ერთი რა არის ეს, ხო? მინდა გითხრათ, რომ რაგბის კავშირის და რაგბის კლუბების დიდი მონოპოლარი გახლავთ ის ქარტია, რომელიც 2 წლის წინ იქნა შემუშავებული და რომელშიც არის გაწერილი ის ფასეულობები, რომელიც ჩვენი ყველა ჩვენთაგანის სახელმძღვანელო ნაწილი გახდა და რომელშიც სწორედ რომ გულშემატკივარს უკავია არც თუ მეორე ხარისხოვანი ადგილი. ამაზე მე ვნახე, რომ რაგბის კავშირის საიტზე ქარტია არიდო, ძალიან მეწყინა სიმართლე გითხრათ და მეგობრულად ურჩია, რომ ეს თავი დოკუმენტი უნდა ყოფილიყო, რომელიც 2 წელია უკვე არსებობს და ეს მარტო მორაგბეებმა არ უნდა იცოდნენ. მონაწილეთა შორის, როგორც გითხარით, მონაწილეებში იგულისხმება ყველა მსაჯი, ექიმი, მწვრთნელი, მოთამაშე, გულშემატკივარი, მონაწილეთა შორის უნდა შეიქმნას საკომუნიკაციო სისტემები.
პრიორიტეტი უნდა ამ საკომუნიკაციო სისტემაში მეტნაკლებად ეს სისტემები არსებობს, მაგრამ მას შემდეგ რაც გულშემატკივარი შემოდის, აქ ან ჩვენ გავდივართ, ამას როგორც გქნებათ ეს და სახელი, გულშემატკივართა ჩართულობა ამ სარაგბო ფასეულობათა სისტემაში იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. ამისათვის თანამედროვე ტექნოლოგიებზე ვარი არ უნდა ვთქვა და სატელევიზიო არხის შექმნაც იქნება ერთ-ერთი აუცილებელი მიზანი. ოპტიმალური და ეფექტური საკადრო პოლიტიკა კადრების შერჩევა, პროფესიონალიზმის და პიროვნული მორალური თვისებების შესაბამისად. ეს არის არასრული, ძალიან მოკლე თეზისური განშტოება იმ პირველი ფასეულობისა, რასაც ქვია რაგბი როგორც ფასეულობა, პირველი მიზნისა, რასაც ქვია რაგბის როგორც ფასეულობათა სისტემის გაცნობიერება, დამკვიდრება, განვითარება. მეორე მიმართულება ქართული სანაკრებო რაგბის დონის ამაღლება. მინდა გითხრათ და სიხარულით გითხრათ, რომ იცით ეს თითქმის ყველა თქვენთაგანმა, რომ საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელად მომდევნო 4 წლიან ციკლზე 2+2 ფორმულით დაინიშნა კვლავ მილტონ ხეიგი და მინდა ასევე გითხრათ, რომ რაც პირადად ჩემთვის ძალიან მისასალმებელი და სასიხარულოა და დარწმუნებულია ბევრი თქვენგანისთვისაც, იმიტომ რომ გამგეობის სრულმა გამგეობის შემადგენლობამ სრული ხმების უმრავლესობით მხარი დაუჭირა ასევე მის პირველ ასისტენტად ბატონ ლევან მაისაშვილის დანიშნას, რაც უდაოდ ქართული რაგბისათვის იქნება ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ ეს ადამიანი არის ძალიან სერიოზული მზარდი პროფესიონალი, მისი პროფესიული ოპონენტებიც კი აღიარებენ ამას და ეს მისასალმებელია, იმიტომ რომ ეს არის ღირსეული ურთიერთობა და ეს ადამიანი ყოველდღიურად სწავლობს და მათი ტანდემი ვფიქრობ იქნება ძალიან საინტერესო შემოქმედებითი თვალსაზრისით. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მილტონ ხეიგს და ამჯერად უკვე ლევან მაისაშვილთან და მწვრთნელთა იმ შემადგენლობასთან ერთად, რომელსაც თვითონ წარმოადგენენ შემდგომში დასამტკიცებელ გამგეობაზე, გაცილებით მეტი ხარისხობრივი შედეგის მიღწევა შეუძლია, ვიდრე ეს აქამდე განხორციელდა და მე ამიტომ დიდი გულის ფანცქალით და დიდი მოლოდინით ველოდები 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ ქართული რაგბი მისი ნაკრების სახით, სანაკრებო გუნდის სახით ერთ სერიოზულ საფეხურს კიდევ გადალახავს ხარისხის თვალსაზრისით პირველ რიგში და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეროვნული ნაკრები და ეს არის ერთ-ერთი მიზანი მოხდება ათეულში. რაც შეეხება ასაკობრივ ნაკრებებს. თქვენ ყველა ვიცით 18 წლამდელთა ასაკის აქამდე წარმატებები, მე ვფიქრობ, რომ არც ერთ ასაკს არავის არ მიუღწევია ჯერიკა. ასეთი მაღალი მწვერვალისთვის, როგორც არის ევროპის ვიცე-ჩემპიონობა ტოპ გუნდებთან თამაში, მაგრამ ეს არ არის ჩვენი მყარი ადგილი, რომ ვთქვათ, რომ ჩვენ რეალურად ვიცე-ჩემპიონები ვართ ჩვენი თამაშის ხარისხით, რასაკვირველია ეს თავის მოთხოვნა იქნება, არანაირად არ აკნინებს ეს ამ გუნდის და მისი ხელმძღვანელობის წარმატებას, მაგრამ ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ განაცხადი გავაკეთეთ და ეს განაცხადი ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავმკვიდრდეთ სწორედ იქ, სადაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი ადგილი არის. ამისათვის აუცილებელია, რომ 18 წლამდელთა ნაკრები სისტემატურად თამაშობდეს არა მარტო ევროპის, არამედ მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან თავის ასაკში. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ამ ასაკში საკმაოდ ბევრი საინტერესო ბავშვი ყავს, მიგვაჩნია თან დასავლეთის ქუთაისის სკოლა ფანტასტიკურად მუშაობს, მინდა გითხრათ. ვფიქრობ, რომ ერთი ნაკრების ყოლა მარტოოდენ ოდნავ თითქოს გარკვეულ იმედგაცრუებას გამოიწვევს იმ ჩვენ მოზარდ ბიჭებში, რომლებსაც ძალიან დიდი სიტყვა უნდა თქვას ქართულ რაგბში და რომელთაც არავინ არ იცის როდის გაიხსნება, ამიტომ შანსი ყველას უნდა მიეცეს და არ იქნება ურიგო, კი არა და მე გპირდებით, რომ ორი რეგიონალური ნაკრებიც გვეყოლება 18 წლამდელთა ასაკში, რომელიც პერიოდულად სხვადასხვა ქვეყნის რეგიონალურ ნაკრებებთან თუ კლუბებთან ტესტ მატჩებს გამართავენ და შეძლების დაგვარად შეიძლება ტურნირებშიც მიიღონ მონაწილეობა. ეს არის აუცილებელი. რაც მეტი მოთამაშე ამ ასაკის ითამაშებს მაღალი დონის თამაშებს, ჩვენ გვეყოლება მომავალში გაცილებით უფრო მაღალი ხარისხობრივი თვისებების მატარებელი ნაკრები. 20 წლამდელთა ნაკრები, ყველამ კარგად იცით რა დიდ წარმატებას მიაღწია ამ ნაკრებმა, ეს არის მსოფლიო ალაფაზე მონაწილეობა და ჩვენ თან გამიმართლა ის, რომ 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა ვართ, რაც ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად შედეგისა, წლევანდელი შედეგისა, ამ დიდ საუკეთესო 12-ში საქართველოს ნაკრები მაინც ითამაშებს მომავალ წელს. მე არ ვუსურვებ, რომ ყველა თამაში წააგოს, მაგრამ გვაქვს ამის შესაძლებლობა,
რომ ჩვენ თავისუფლად ვითამაშოთ იმის წნეხის ქვეშ რომ არ ვიყოთ, რომ აი წავაგებთ გავარდებით და ნაკრების წვრილებს მიეცემა დიდი ფუფუნება იმისა, რომ სამომავლო 2 წლიანი და 3 წლიანი გათვლით შექმნა ნაკრები. 2017 წელს ასევე ვითამაშებთ ელიტაში და ამ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიზანი არის ის, რომ 2017 წელს ეს არ დამთავრდეს. ელიტაში ჩვენ უნდა დავიმკვიდროთ ადგილი საბოლოოდ ამ ასაკში და არა მარტო ასაკში. იგივე მე არ მინდა რომ არ შევეხო შვიდკაცა ნაკრებს, იმიტომ რომ შვიდკაცა ნაკრები დღემდე სამწუხაროდ რიგი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, რაღაც გარკვეული გერის როლში იყო და თუ დიდ ნაკრებში ვერ ხვდებოდა ადამიანი ან და ტრავმას ღებულობდა და რეაბილიტაციას გადიოდა რაღაც ასე იმ შემადგენლობებით უწევდა ხანდახან ფანტასტიკურ წარმატებებს აღწევდა სპორტული შედეგის თვალსაზრისით და უგებდა ელიტარულ გუნდებს და არაერთხელ და ორჯერ მოხდა ეს, მაგრამ ხანდახან ჩვენ მეორე და მესამე დონის გუნდებთანაც აგებდა. ეს არასტაბილურობა გამოწვეული იყო მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ შემადგენლობა მისი არასტაბილური იყო და მწვრთნელებს არ ეძლეოდათ საშუალება მეტნაკლებად სტაბილური შემადგენლობის პირობებში ემუშაოთ. მე მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ის, რომ შვიდკაცას ნაკრებს შედარებით სტაბილური შემადგენლობა ეყოლება და ბუნებრივია, რომ ამის მერე ნაკრების მწვრთნელების მთელი თავიანთი შემოქმედებითი პოტენციალის გახსნა ძალიან ახლოა და სპორტული შედეგებიც არ დაახმარებს. ასევე მინდა გითხრათ, რომ ქალთა გუნდი, რომელიც დღესდღეობით შვიდკაცას სახით არის მხოლოდ წარმოდგენილი, ჩვენ ვფიქრობ და ვგეგმავთ, რომ ეს არ უნდა იყოს მარტო შვიდკაცა. შვიდკაცაშიც უნდა მათ წარმატებას მიაღწიონ და ელიტაში უნდა დაიმკვიდრონ, ადგილი შევიდნენ და დაიმკვიდრონ, ჯერ არ არიან იქ, მაგრამ ძალიან მეთოდურად უახლოვდებიან უკვე ამ ზღვარს და მომავალში უნდა შეიქმნას ალბათ სრულფასოვანი 15 ქალა ნაკრებიც. და რაოდენობა ქალების მე ვიცი დაინტერესება დიდია მათი მხრიდან და ნუგეყოლება გაჩაღულ მდგომარეობაში მათ სრული საშუალება მიეცემათ, რომ რეალიზება მოახდინონ თავიანთი ამ სპორტული სურვილების და მედრეკილებების. მესამე სტრატეგიული მიზანი ეს გახლავთ რაგბის მონაწილეთა რიცხვის გაზრდა. როგორც უკვე გითხარით, მონაწილეები არიან მოთამაშეები, დღესდღეობით რაგბის კავშირში არის დაახლოებით რაგბის მოთამაშეთა რაოდენობა არის დაახლოებით 11,000 ზოგადად მეტი. ეს რაოდენობა უნდა გაიზარდოს. მე პროგრამაში მიწერია, რომ არანაკლებ 15,000 უნდა შეადგენდეს და ამას ვადასტურებ, რომ ასეა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ 2019 წლისთვის მათი რაოდენობა 17-18,000-საც გადააჭარბებს. იმიტომ რომ ტენდენცია, რომელიც დღეს შეიმჩნევა, ეს გაცილებით უფრო მეტი ოპტიმისტური პროგნოზის საფუძველს გვაძლევს. მოთამაშეთა რიცხვის ზრდა არ ნიშნავს თვითმიზანს, თუ არ იქნა ხარისხი. რაც შეეხება ჩვენ დაწყებული გვაქვს პროექტი ჩაერთე რაგბში, ეს არის საჯარო სკოლების პროექტი და ეს პროექტი გაგრძელდება და ალბათ მათი რიცხვით ამ ფორმით შემოსული მორაგბეთა სიაში დამატებული მოთამაშეების რაოდენობა ხვედრილწილი მათი გაიზრდება. აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენ მაღალმა ნაკრებებმა 20-მდელთა და ეროვნულმა ნაკრებმა 18-მდელთა თუნდაც მიიღოს მაღალი ხარისხი და ეს ხარისხი იყოს შეუქცევადი და იყოს გარკვეული მინიმალური სტანდარტები მაინც შეესაბამებოდეს ტოპ გუნდების ქვეყნის დონეს, აუცილებელია და ეს იქნება ერთ-ერთი განსაკუთრებული პრიორიტეტი ამ 4 წლის განმავლობაში ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვთა რაგბს. მხედველობაში არ გვაქვს სპორტული შედეგების თვალსაზრისით. უფრო მეც გეტყვით, პირადი ჩემი ხედვა არის ის, რომ საფესტივალო ასაკში 15-16 წლამდელთა ასაკში სპორტული შედეგის საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს. ამისთვის არ მინდა გითხრათ, რომ მოედანზე გასული ის ბავშვები წასაგებად გადიან, როგორ გეკადრებათ. თითოეული მათგანი მოსაგებად გადის და ასევე უნდა გავიდეს, შეუძლებელია მოთამაშე წასაგებად გავიდეს. მაგრამ მწვრთნელებმა უნდა პირველ რიგში დაინახონ მათი პოტენციალი, მისცენ მათ ის ელემენტარული უნარ-ჩვევები, რაც სჭირდება, უნდა შეიძინონ მათ პერიფერიული ხედვის უნარი, უნდა დაინახონ გადაწყვეტილებების მიღების უნარი შეიძინონ, გუნდური თამაშის წესები ისწავლონ და სპორტული შედეგი ამის მერით არ დაახადებს მერწმუნეთ, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ 15 წლის ასაკში ჩვენ არაერთი და ორი თამაში მოგვიგია ზელანდიელებისთვის, მაგრამ მაპატიეთ, მაგრამ 20 წლის ასაკში ისინი სხვა პლანეტაზე არიან და ჩვენ სხვა პლანეტაზე. ამ ფოკუსს სჭირდება გასწორება და პრიორიტეტების სწორად დასახვა. ამისათვის ბავშვთა გუნდებში უნდა მე ცოტა ნეგატივიც უნდა ვთქვა, მაგრამ უნდა შეწყდეს ის, რაც ქვია ლიცენზიების აესაებაც. ზედაპირული გაცემა. ლიცენზიების მისაღებად უნდა დაინერგოს აუცილებლად ბავშვთა მწვრთნელებისათვის სავალდებულო ასაკობრივი ფსიქოლოგიის
პედაგოგიკის, ფიზიოლოგიის ცოდნა და ამისათვის სპორტის აკადემიასთან ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებას, პროგრამაც შესაბამისი სპეციალისტების მიერ გაწერილი იქნება და სწორედ ამ პროგრამის და ამ კურსების დასრულების შემდეგ მიეცემათ მწვრთნელებს საშუალება იმუშაონ ბავშვებთან. ბავშვები არის განსაკუთრებით ფაქიზი კონტინგენტი და მათთან ისეთი მიდგომა, როგორც დიდებთან მიდგომა არ არის, სწორედ და ხშირად გამართლებულიც არ არის. საჯების რაოდენობა, მწვრთნელთა ხარისხი, რა თქმა უნდა, არა მარტო ჩვენ არ ჩავეკეტებით ჩვენ სისტემაში, მწვრთნელების მომზადება, გადამზადება, გაგრძელდება, ეს პროგრამა დაწყებული იყო და გაგრძელდება უცხოეთშიც და საქართველოშიც გვაქვს დაგეგმილი, რომ მოვიწვიოთ სემინარებზე მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელები და იყოს თემატურ საკითხებზე კამათიც, მსჯელობაც და გარკვეული შეიძლება კვალიფიკაციური რაღაც დონეების ამაღლება შეიძლება აქაც განხორციელდეს არა მარტო უცხოეთში. მსაჯებთან მიმართებაში მინდა გითხრათ, რომ ბოლოს თქვენ ნახავთ სკრინს, სულ ბოლოში არის და თქვენს დარიგებული გაქვთ. მსაჯების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, რაც ძალიან კარგია და მისასალმებელია. მე არ მინდა გვარებზე ვისაუბრო, მაგრამ მსაჯებში ჩვენ უკვე გვყავს გამოკვეთილი ლიდერებიც, რომლებსაც აქვს სერიოზული პერსპექტივა და მე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთი მიზანი იქნება 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს მინიმუმ ერთი მსაჯით წარდგეს მსოფლიოს ჩემპიონატზე. ეს არის მიზანი, რომელსაც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს მიზანი შესრულდეს, იმიტომ რომ ზრდის ტენდენცია ამის საშუალებას გვაძლევს და ამის რეალური შესაძლებლობა არსებობს. დღესდღეობით იცით თქვენ, რომ ირლანდიის ფედერაციასთან გვაქვს, ირლანდიის მსაჯებთან გვაქვს მჭიდრო კონტაქტი და ისინი ძალიან სერიოზულად გვეხმარებიან ჩვენ მსაჯების მომზადება გაზამზადებაში. აქვე გავიქცევი წინ და ვიტყვი, რომ მსაჯების მომზადებას მარტო სემინარები და თამაშების რაოდენობის ჩატარება არ ეყოფა. ტექნიკური აღჭურვილობის გარეშე ყველაფერს მე ვერ ჩავწერდი იმაში, რა ქვია, პროგრამაში, იმიტომ რომ ეს დოკუმენტი გამოვიდოდა დაახლოებით 200 გვერდიანი და არ იქნებოდა იმ სულისკვეთების მატარებელი, რისთვისაც მე თქვენ წინაშე დღეს წარვდექი. ეს ჩემი ხედვაა, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველამ შეიძლება გაიზიაროს, ამაზე მოგვიანებით ვიტყვი, მაგრამ მეც ვიტყვი, რომ გარდაუვალია საქართველოში უახლოეს პერიოდში ვიდეო რეფერის შემოღების გარეშე რაიმე პროგრესზე საუბარი. ეს შეიძლება ყველა სტადიონზე არ იყოს, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა იყოს დიდ თამაშებზე, არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე და ამას ჩვენ აუცილებლად მივახცევთ. ეს არის არა მხოლოდ ჩვენთვის გულშემატკივრისთვის, არამედ მსაჯების პროფესიული ზრდისთვის ყველაზე ჰაერივით აუცილებელი ინსტრუმენტი. რაც შეეხება სპორტის ფუნქციონერებს და რაგბის კავშირის თანამშრომლებს, აუცილებლად უნდა მოხდეს რაგბის კავშირში უნდა იყოს კადრების ოპტიმალური საკადრო პოლიტიკა განხორციელდეს და კადრების შერჩევა უნდა მოხდეს პროფესიონალიზმისა და პიროვნული მორალური თვისებების შესაბამისად. მოტივირებული დისციპლინური სისტემა უნდა იყოს. მე არავის წინაშე უпростоრად მე მინდა ბოდიში მოვხადო ყველას თუ ვინმე ოდნავ მაინც იგრძნობს რომ მე ვინმეს ვაკრიტიკებ, პირიქით რაგბის კავშირის ყველა თანამშრომელი აი მართლაც რომ ტიტანური შრომის მასად აღწევდა იმ შედეგებსაც იყო, მაგრამ მე მინდა ერთი რამე გითხრა. მე არ მინდა რომ გაგრძელდეს ასე და მარგიქმედების კოეფიციენტი რაგბის კავშირში იყოს ის დაბალი, კიდევ მეორე თითოეულის ძალის ყრევა იყო მაქსიმალურზე მეტი და ამისთვის ყველას მადლობა, მაგრამ იმისთვის რომ მარგიქმედების კოეფიციენტი გაიზარდოს, ძალის ყრევა მარტო საკმარისი არ არის. ოდნავ არის გასასწორებელი სტრუქტურა, ოდნავ არის გასასწორებელი პრიორიტეტების მიხედვით, რომელსაც მოგახსენებთ მე თქვენ მიმართულებები და პერსონალურად პასუხისმგებელი პირები უნდა გამოვლინდეს ამ ერთი წლის განმავლობაში და ამის მერე ყველაფერი კარგად იქნება. ის ძალის ყრევა, რომელსაც დღეისათვის თითოეული რაგბის კავშირის თითოეული თანამშრომელი იღებდა, მერწმუნეთ რომ 10-ჯერ მეტ შედეგს მოგვატანებს უფრო გასწორებული და უფრო ოპტიმალური სტრუქტურის შექმნის შემთხვევაში. და ბოლოს ეს მე ჩამოვთვალე პრიორიტეტებით, მაგრამ ასევე მინდა გითხრათ, რომ გულშემატკივარი, როგორც გითხარით, როგორც რაგბის მონაწილე, მათი რიცხოვნების გაზრდა დამოკიდებული არის პირდაპირ ორ რამეზე. ერთი ისევ იმ სპორტულ შედეგზე, რომელიც აქამდე მიღწეული იქნა, მაგრამ კიდევ მეორე, ყველამ მინდა იცოდეს და შემოვიდეს ამ ურთიერთობებში ჩვენთან და ჩვენც გავიდეთ მათთან ამ ურთიერთობებით, იმგვარად რომ სპორტული შედეგი დღეს შეიძლება იყოს კონკრეტულ შემთხვევაში ძალიან წარმატებული, ზელანდიის ნაკრებმა რა უნდა თქოს. პირველ ადგილზე არის, ხო? წინა მსოფლიო ჩემპიონიც გახდა, ეხლაც გახდა.
ისე იგი შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე რომ შემთხვევით მესამე ადგილზე გავიდეს, ზელანდიური რეგბი ამით არ დაიღუპება რა. არც ტრაგედია არ იქნება და არც არავინ არ იტირებს. შეუძლებელია მუდმივად პირველ ადგილზე იყო. თავარი არის რომ იქ არსებობს და იარსებებს ფასეულობათა სისტემა, რომელიც ახალ ჩემპიონებს შობს. აი ეს მინდა რომ დავიყვანოთ ჩვენ გულშემატკივრებამდე და აი ამ ფორმატში ვითანამშრომლოთ და ამ ფორმატში გქონდეს ჩვენი ურთიერთობები. და ამ საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბება, აშენება იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი პრიორიტეტული ჩვენ შორის. სამოყვარულო და სტუდენტური რაგბი. მე ძალიან გამიგზავნა როგორც ვთქვათ, მაგრამ შევეცდები ძალიან მალე მორჩე ბოდის გიხდით, რა ვთქვა არც ეს არ შეიძლება. სტუდენტური რაგბი არსებობდა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს და ყველა გუნდები, დიდი გუნდები სტუდენტური რაგბიდან მოდიოდნენ. დღეს ცუდი ის არის, რომ აი მე როდესაც ვესაუბრები ახალგაზრდული გუნდების მცველებს, ყველას დიდი გუნდის ტკივილი აქვს, რომ დიდი დანაკარგი გვაქვს, ჩვენ ბიჭები მიდიან რაგბიდან, ის ხალხი, რომლებსაც შეიძლება სპორტული თვალსაზრისით მათ არ ქონდეთ პრეტენზია, რომ სანაკრებო რაგბში თამაშობენ, მაგრამ მათ შესაძლებლობაც აქვს და მიიღონ სიამოვნება და თავის მეგობრებთან ერთად სწორედ აი ამ თამაშით გააგრძელონ ეს ურთიერთობა თუნდაც სტუდენტობის პერიოდში, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ პროფესიონალურ გუნდებში მათ დრო არ აქვთ და დრო არ აქვთ იმისათვის სწავლის გაგრძელების გამო, რომ პროფესიული კარიერა აირჩიონ ამ პერიოდში, საერთოდ წდებიან სარაგბო წრეებს. რაც ძალიან დიდი გულისწყივია. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი დიდი მოთამაშე საქართველოს რაგბი იცით რა, მაშინ სხვა დრო იყო, ახლა სხვა დრო. გეთახმებით, მაგრამ მერწმუნეთ, ბავშვი, რომელსაც 18 წლამდე გათამაშები აქვს რაგბი და რომელსაც შეიძლება სწავლის გამო 3-4 წლის განმავლობაში ეგრეთ წოდებული პასიური კი არა, აქტიური პაუზა გააკეთოს და სტუდენტურ რაგბში ჩაერთოს, ის შეიძლება კვლავ მობრუნდეს პროფესიულ რაგბში მომავლისთვის და ესეც რომ არ მოხდეს, ტრაგედია ეს არ არის. მთავარი არის, რომ სტუდენტური შეჯიბრებები ეს არის ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და გადამწყვეტი ფორმა, რომელმაც სწორედ იმ ფასეულობას უნდა არათუ ჩაუყაროს საფუძველი, არამედ გაამდიდროს და ახალ-ახალი ურთიერთობები უნდა შემოიტანოს ამაში, რისთვისაც ამ ყველაფერს ჩვენ ვსაუბრობთ. პირველი და ერთი კიდევ ახალი ინოვაცია მინდა ასევე გითხრათ, რომ აუცილებლად ჩვენი მიზანი არის, რომ გულშემატკივართა მონაწილეობა შეიქმნება მრჩეველთა საბჭოც და გულშემატკივართა მონაწილეობა იქნება მათში უზრუნველყოფილი. ოღონდ ხასუსო უსისტემობა და ასე ვთქვათ სპონტანური შერჩევა არ ხდება. პროფესიული ნიშნი და ამისათვის გამოყენებული იქნება, სანამ ეს მრჩეველთა საბჭო რაღაც სახეს მიიღებს. მანამდე გამოყენებული იქნება ინტერნეტ საშუალებები, ფორუმები, სადაც მოხდება პერსონიფიცირება იდეის მატარებლების და ავტორების არა ანონიმური ურთიერთობებით და აქედან გამომდინარე ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში მოვახერხებთ იმას, რომ მრჩეველთა ღია საბჭო შეიქმნას, დახურული არ არის, აი თქვათ 5 წევრიანი და მორჩა, მე 6 თუ ხარ ზედმეტი ხარ, არა. მრჩეველთა საბჭო შეიქმნება და მათში აუცილებლად მონაწილეობას მიიღებენ გულშემატკივარი თავიანთი პროფესიული ნიშნით. პროფესიული საკლუბო რაგბის განვითარება და საერთაშორისო სისტემებში ინტეგრაცია. ეხლა კრიტიკა ძალიან ბევრი მესმოდა იმაზე, რომ იცით რა, ჩელენჯზე ვერ გავედი და დავიღუპეთ რა და ეს არის საშინელება და ვიღაცა კიდეც ამბობდა, რომ მე მოვიტან ფულს და გავალ ჩელენჯზე. დავუცილოთ, თუ ფულის მოტანა შეგეძლო, ამაზე ყვიროდა მთელი კლუბი და ვიყავით ჩვენ 2 წლის განმავლობაში მუდმივად ამ ძიების რეჟიმში, რომ როგორ მოვახერხოთ ის, რომ რამენაირად ქართული კლუბმა მონაწილეობა მიიღოს და ის, რომ ფული არ აქვს და ის, რომ დაფინანსება არ არის ამისი და ვერავის ვერ მივაწვდინეთ აზრი, ან არასწორად მივაწვდინეთ ამ კრიტიკას, ასე ვიღებულობს ხორთან ერთად. მე შენ თუ ფული ქონდა და ამის შესაძლებლობა ქონდა, მოსულიყავი და დღემდე ითამაშებ და ვინმე მოარი უთხრა ჩაუკეტა კარი, მე გეკპირდებით, რომ კომუნიკაციის სისტემა სპონსორებთან ვახდებიო თემებს. ასევე შეიცვლება და სპონსორები კი არ გახდებიან ფულის მომწოდებლები ჩვენი, არამედ ისინი გახდებიან ჩვენი ფასეულობების მატარებლები და ამ სოციალურ ურთიერთობათა განუყოფელი ნაწილი, რაც მათ სხვა დამოკიდებულებას გაუჩენს. მერწმუნდეთ, რა სპონსორი არ არის მარტო ის, ვის დებს მილიონს. სპონსორი არის ის, ვისაც მოაქვს სახლიდან ერთი აგური იმისათვის, რომ ის აგური არ მიაკლდეს სადღაც. ესეც სპონსორია და არავის არ უნდა დაუკარგოთ. ამ ყველას მე ვაერთიანებ ერთ გამორჩეულ ტერმინში, ეს არის გულშემატკივარი. გულშემატკივარი არის ადამიანი, რომელიც კი არა აკრიტიკებს მარტოდ, არამედ რომელიც მონაწილეობს. შეძახილებით, ხარდაჭერით, მორალური გვერდში დგომით, მოედნის გარეთ იმ ურთიერთობებით, რომელსაც თავის
მოწინააღმდეგე გულშემატკივართან შექმნის და ერთად დალევენ ლუდს და ერთად დააფასებენ იმ დიდ ესთეტიურ სიამოვნებას, რომელიც ორივე მიიღო მიუხედავად იმისა, რომელი არ გამარჯვებული და რომელი დამარცხებული. სწორედ ეს არის ფასეულობათა სისტემა, რაზედაც უკვე არაერთხელ თქვია მე. ამიტომ საკლუბო რაგბი აუცილებლად განვითარდება და საკლუბო რაგბის განვითარებისთვის სწორედ რომ გულშემატკივარი არის ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი სუბიექტი და ფიგურა, იმიტომ რომ გულშემატკივის მონაწილეობით ჩვენ შეგვიძლია დავძლიოთ საკლუბო რაგბის ტექნიკური მატერიალური პრობლემები და სულ სხვა საფეხურს და სხვა ურთიერთობებში შევიდეთ ერთმანეთთანაც და საერთაშორისო თანამეგობრობასთან. საკლუბო რაგბს დავეხმარებით იმით, რომ აუცილებლად კლუბებს მიუხედავად იმისა, ის ჩართული იქნება თუ არა ევროპის რომელიმე საკლუბო რეგიონალურ ჩემპიონატში, მოუძებნოთ შესაბამისი დაინტერესებული კლუბები, რომლებთანაც თუნდაც ტესტ მატჩებს გამართავენ, თუნდაც როგორც არდადეგებზე ჩამოვლენ და ასეთი რაც მეტი თამაშები და ურთიერთობა ექნება მათ, უფრო მეტად გაიზრდება ხარისხი და უფრო მეტად მყარად შევon ჩვენ ამ ფასეულობათა სისტემაში. ბავშვთა და მოზარდთა რაგბის განვითარებაზე ზოგადად თქვი, მაგრამ ამ შემთხვევაში მინდა ხაზი გაუსვას სწავლების სისტემის შექმნას. არ მინდა ვინმეს დარჩეს შტაბ-ეჭვება, რომ სწავლების სისტემა საერთოდ არ არის და გოჩასვანიძე მოვა ხვალ და ხვალ ყველაფერი შეიქმნება. არა, ეს სისტემა დაწყებულია უკვე, მაგრამ სწავლების სისტემაში მოცემულ შემთხვევაში გულისხმობ არა იმ თქვათ მეთოდიკას, რომლებიც ბევრმა თქვენთაგანმა იცის და დარიგებულია კლუბებს ვიზუალური თვალსაზრისით და დაწერილადაც, არამედ გულისხმობ პრიორიტეტების განსაზღვრას სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში, მათი ფსიქოლოგიის გათვალისწინებით. ეს ჩვენ ჯერ კიდე დასარეგულირებელი გვაქვს. რაგბი არ არის მარტო ტექნიკა, პასის მიწოდება და დაჯახება და ან წაქცევა. რაგბი გაცილებით უფრო დიდი რაღაცა არის და პირველ რიგში საფესტივალოა, დაბალ საფესტივალო ასაკში კარგი იქნება თუ ჩვენ გავითვალისწინებთ მოწინავე ქვეყნების გამოცდილებას და ბიჭების და გოგონების ერთად თამაში იქნება შესაძლებელი არა რაგბის წესებით, არამედ რაღაც რაგბთან მიახლოებული ეს წესებიც არსებობს დიდი ხანია. ანუ არსებობს სამი მიდგომა ვარჯიში გართობისთვის, ვარჯიშისთვის და ვარჯიში მოგებისთვის. ყველაფერ ამას აქვს თავისი დრო, ასაკის და მიხედვით. ეს გვაქვს მკაცრად განსასაზღვრო. მოთამაშეთა კეთილდღეობა, რადგან დღემდე მაინდამაინც რო თქვა, რომ ამაში მოიკოჭდებით ყველანი და ამას თუ ეკნებოდა, უფრო ქონდა სპონტანური, აიცით რომ ერთჯერადი ხასიათი ვიღაცას ვეხმარებოდით აქ, ჩემთან როგორც იურისტთან ვიღაცა მოვიდოდა და თუ რაც შემელო ვეხმარებოდი. უნდა ამას ქონდეს სისტემური ხასიათი. აქ არის სამედიცინო კონტროლი, აქ არის იურიდიული დახმარება, თუნდაც მას შემდეგ რაც პროფესიონალურმა თამაში ადაპტირება უნდა მოახდინოს მან უკვე ჩვეულებრივ სამოქალაქო სივრცეში. ბევრი სხვა ნიუანსები ამაზე არ გავჩერდები, იმიტომ რომ დიდ დროს გართული ისედაც ვატყობ და ესეც გაწერილი არის მეშვიდე პუნქტში მოთამაშეთა კეთილდღეობაში. სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარება და საინვესტიციო გარემოს შექმნა, ამას მე გავაერთიანებ დროის ეკონომიის მიზნით და გეტყვით. სარაგბო ინფრასტრუქტურა მადლობა ღმერთს, მადლობა ყველას. ნიშნულობა არ აქვს, რომელი მთავრობის დროს რა გაკეთდა. ნებისმიერი ხელისუფლებას, ნებისმიერი ფორმაციის, ყველას მადლობას ვეუბნები. ჩვენ ვინც ეს დიდი საქმე გაგვიკეთა და რომელმაც თუნდაც კლუბების დახმარების სისტემა შექმნა და ეს კიდე ვითარდება დღეს და იმედი მაქვს, რომ კიდე განვითარდება. ამის გარეშე ჩვენი კლუბები ვერ იარსებდნენ, ეს ერთი. დიდი მადლობა ყველა სპონსორს, არ ვაკეთებ პერსონიფიცირებას არავისზე, ყველამ გადასარევად იცით უმრავლესობა ვინ არის ეს დიდი, მაგრამ მე მინდა რომ მცირეებიც არ გამოგჩეს და სისტემა ამისთვის არის ასაგები, რომ ყველას მონაწილეობა იქნას საჯაროდ განცხადებული იმაში, რაც გაკეთდა დღემდე. ჩვენ დღეს საქართველოში არ გქონდა თბილისში არც ერთი სარაგბო მოედანი. ფეხბურთის მოედნებზე შესაძლებლობით და თამაშობდით. დღეს გვაქვს სარაგბო ბაზები. ხვალდაზე კიდე უფრო ბევრი უნდა გახდეს, მაგრამ ფეხბურთს მინდა მოვეფერო და უთხრა. ჩვენ არ ვაპირებთ ფეხბურთთან დაპირისპირებას არანაირად და თუ კი მუნიციპალიტეტები გადადგამენ ნაბიჯებს და დიდი მუშაობა იქნება მათ მიმართულებით ჩვენგან შესასრულებელი, რომ ეს ნაბიჯი ჩვენს დავეხმაროთ რომ გადადგენ, უნდა შეიქმნას ერთობლივი საფეხბურთო სარაგბო ბაზები, სადაც იმიტომ რომ ძალიან გავს იცით თქვენ მოედნების რა ქვია ზომების, პარამეტრებიც, ბევრი რამე ინფრასტრუქტურა ერთმანეთს და ამიტომ გაცილებით უფრო იაფი დაუჯდება მუნიციპალიტეტებს ამის გაკეთება, ვიდრე ის რომ ცალკე სარაგბო შექმნას და ცალკე საფეხბურთო. ჩვენ უნდა წავიდეთ იაფი მოედნების, იაფი სტადიონების აშენების გზით. არ არის აუცილებელი ერთი გარდა ცენტრალური სტადიონისა, რომელიც
ყველას გვჭირდება საერთაშორისო სტანდარტების ცენტრალური სტადიონი, არ არის აუცილებელი იყოს მონსტრი რაღაც დიდი ბაზები. Იყოს სათამაშო სავარჯიშო მოედანი ელემენტარული პირობებით რა, რომლებიც არ ჯდება ძვირი, მეტალოკონსტრუქციებით აშენებული ტრიბუნებით თუნდაც მაგალითად ვიცი არ არის აუცილებელი დიდი ძვირი იყოს, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება რაოდენობა. ძალიან ბევრი კლუბი არის მოედნის გარეშე, მე აღარ ვლაპარაკობ ქვედა კლუბებზე, მე ვსაუბრობ თუნდაც უმაღლესი ლიგის კლუბებს. ყველას არ აქვს და ნუ პირველი ლიგის კლუბებს, მეორეს და ასე შემდეგ კიდე მით უმეტეს. სულ უფრო ქვევით უფრო დიდი დეფიციტია, თუმცა კიდევ მეორებ ტენდენცია იქ ისე არის მიმართული, რომ ჩვენ ამ დეფიციტს თქვენთან ერთად დავუძლებთ. ავიცი, რაღაცა შეიძლება გამომჩა, შეიძლება არ გამომჩა, მე ვღელავ იმის გამო, რომ თქვენი ძვირფასად არ მინდა რომ ძალიან დავტვირთო იმით, რომ ნააზრევი რაც არის, ჩემგან ყველაფერი ვილაპარაკო ეს ამისთვის არც ერთი დღე ვიყოფო და არც ორი, დასასრულს ვიტყვი ერთ რამეს. როდის რას ველოდებით? მე ვნახე უკვე იყო კრიტიკა ამ პროგრამის და საკმაოდ სწორი კრიტიკა, იმიტომ რომ ეს განვითარების გეგმა არის, მოდი აქედან დავიწყო. ეს არის სტრატეგიული მიმართულებების დეკლარაცია და არა განვითარების გეგმა. და რატომ გეტყვით? სწორედ იმ პათოსი და იმ ფასეულობიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ ვისაუბრეთ და საიდანაც მე თქვენ მოგმართავთ, უკვე როგორც გულშემატკივარს, როგორც მონაწილეს ამ ფასეულობისას. ყველაფერი რომ კონდეს გაწერილი, რაც ნააზრევი მაქვს, ასეთ შემთხვევაში ყველაფერი რაც მანამდე ვილაპარაკე, ეხლა იქნებოდა ფარსი და მეტი არაფერი. თუ ამ მიმართულებაზე ჩვენ ვჯერდებით და ვჯერდებით იმაზე, რასაც ეხლა ვიტყვი, რომ 2016 წლის განმავლობაში უნდა მოხდეს ამ მიმართულებების მეშვეობით ორი ფორმატით დაწყება, ეს არის პრეზიდენტთა საბჭო კლუბების და ეს არის მრჩეველთა საბჭო და შემდგომში თემატური შეხვედრები უკვე ფორმატირებული რა განსაზღვრული თავისი პროგრამით, თავისი ოქმებით და ყველაფრით, რომელმაც უნდა მოახდინოს ამ 9 მიმართულებით არსებული პრობლემების ინვენტარიზაცია, მოგვარების გზები, პროფესიონალებს უნდა ვკითხოთ, კიდევ მეორე, ეს არ არის ყველა შეხვედრა ყველასთვის. არავინ არ მიწყინოს, მაგრამ იქ სადაც ილაპარაკებენ ბავშვთა მწვრთნელები, იქ არ უნდა ილაპარაკოს ფინანსურმა მენეჯერებმა, იმიტომ რომ ეს პრობლემა მათი გადასაწყვეტია. ფინანსური საკითხების მოგვარების დროს არ არის აუცილებელი ვკითხოთ ჩვენ ბავშვთა მწვრთნელებს, რომ კიდევ თუ არა აბერტი როგორ მოვაგვაროთ ეს გზები. ანუ გავხოთ რა, ყველა მოვაკეთოთ ჩვენი საქმე და ნუ შევეცდებით რომ ერთმანეთის საქმეში წვირი ჩავყოთ. კარგი გაგებით, მიუხედავად დიდი გულშემატკივრობისა. სწორედ ამას გვირდებით, რომ უნდა მოხდეს დეფრაგმენტაცია ამ ურთიერთობების და დაახლოებით 1 აგვისტომდე პერიოდში ყველა მიმართულებით იქნება ინვენტარიზირებული ყველა პრობლემა და შესაბამისად მათი გადალახვის გზები. რაც შეეხება დარჩენილ პერიოდს წლის ბოლომდე, ამ პერიოდში მოხდება სწორედ ამ თემატურ ჯგუფებში გაწერა სამუშაო გეგმების, შესრულების პერიოდების და პასუხისმგებელი პირების მეშვეობით. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის. კიდევ მეორე, დღეს მე რო პროგრამა დამეწერა ფანტაზიის დონეზე და ეს ყველაფერი 4 წელზე გამეწერა, მაშინ რაც აქამდე ვილაპარაკე, ყველაფერი იქნებოდა მეორე ხარისხოვანი. ჩემთვის პირველ ხარისხოვანია ის, თუ როგორ გავაკეთებთ ამას, ხოლო ყველაფერი დანარჩენი, რა დაიბადება და რა შედეგს მივიღებთ, თქვენთან ერთად იმედი მაქვს, რომ წარმოადგენს მივახცოთ. მადლობა ყურადღებისთვის და გოდიშ გიხდით კაბინეტზე.